საპროტესტო აქცია ქობულეთში 120-მდე ოჯახის შემოვლითი გზის მშენებლობისას მათ კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას მოითხოვს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები თვეების წინ გასცეს, თუმცა კუთვნილი თანხა ამ დრომდე ვერ მიიღეს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად დღეს შემოვლითი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა მათ ხელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს. აქციის მონაწილეებს დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე შეხვდა. მისი ინფორმაციით საგზაო დეპარტამენტი მიწის საფასურს ეტაპობრივად რიცხავს. იგი განმარტავს, რომ მოსახლეობას კუთვნილი თანხა კვირის ბოლომდე სრულად ჩაერიცხება. 2 წელია მაგისტრალი გევიდა ჩვენ ნაკვეთებში, ფული არ დაგვერიცხა, ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეთ, ნახევარს დერიცხა, ნახევარსა და იმ თაობაზე ვიყავით მოსული. შევკვირდე, რომ იქეთა კვირის ბოლომდე იქნებაო ყველაზე დარიცხული თანხა. ჩვენი ყანები რომ დაგვიზიანეს, იმის ანაზღაურებას ველოდებით უკვე 2 წელია. კვირდებოდნენ და ნახოთ დღეს მოვიდნენ წარმომადგენლები და ამ კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს ეს თანხები. რამდენი გაქვთ მისაღები თქვენ? რამდენი ოჯახია ასეთ მდგომარეობაში? 125 ოჯახია და სულ რაღაც დაერიცხა 20 ოჯახს, მეც არა. ძირითადი გულისხმობა მათი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეს სრულად არ ჩაერიცხათ ეს თანხა, თუმცა იყვნენ ისეთი მოსახლეობა, რომელსაც საერთოდ არ ჩაერიცხიათ. აქ იყო წარმომადგენელი საგზაო დეპარტამენტიდან, რომელმაც აღუთქვა, რომ აი დღეიდანაც დაიწყებოდა დღის განმავლობაში დაერიცხება, თუმცა აი იქეთ კვირაში მათივე ინფორმაციით სრულად მოთავდება, ანუ მასიურად დაიწყება ეს თანხები.